3 ივლისს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო. პორტოს დეკლარაცია და რეზოლუციები ამ სახელწოდებით მიღებულ დოკუმენტში მკაფიოდა ხაზგასმული, რომ ქართული ოცნების პოლიტიკა, როგორც ოპონენტების წინააღმდეგ, ისე საკანონმდებლო ცვლილებებისა თუ საგარეო კურსის რადიკალური ცვლილების მხრივ მიუღებელია დასავლური დემოკრატიული სამყაროსთვის. დოკუმენტში პუნქტობრივადაა ჩამოთვლილი როგორც კრიტიკა, ისე რეკომენდაციები და მოთხოვნები. მათ შორის ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და დემოკრატიული გზაზე დაბრუნება. გამოხატავს ღრმა შეშფოთებას 2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებზე გამოვლენილ დალღვევებთან დაკავშირებით. გმობს მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის არაპროპორციულ გამოყენებას, რომლებიც მტკიცედ დგანან საქართველოს ევროპული და დემოკრატიული მომავლისთვის. შეშფოთებულია ჟურნალისტების, აქტივისტებისა და ოპოზიციური პოლიტიკოსების დაპატიმრებითა და პოლიტიკურად მოტივირებული დევნის გამო. გამოხატავს იმედგაცრუებას უცხოელი აგენტების რეგისტრაციის, რადიოსა და ტელევიზიის და გრანტების შესახებ ახალი კანონების მიღების გამო. აღნიშნავს, რომ საქართველოში სიტუაცია კვლავ უარესდება, ხელისუფლება სულ უფრო მეტად შორდება ევროპული ინტეგრაციის გზას. ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს ევროკავშირის წინააღმდეგ მზარდი რიტორიკისა და მისი სრულიად მიუღებლად მიჩნევის გამო. უკიდურესად შეშფოთებულია იმით, რომ რუსეთის ფედერაციასთან და ჩინეთთან კავშირების გამყარება შეშფოთებას იწვევს საქართველოს დეკლარირებული ევროპული მისწრაფებების კონტექსტში. მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას მხარეთა ჩართულობით იპოვოს გამოსავალი არსებული სიტუაციიდან, პატივისცეს მოქალაქეთა პროტესტს, დაუბრუნდეს ევროკავშირთან ინტეგრაციის გზას. ეუთო აგრძელებს ქართული საზოგადოების პროევროპული მისწრაფებების მხარდაჭერას. მხარს უჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. საქართველოს დელეგაციამ ამ დოკუმენტს მხარი არ დაუჭირა. თავდაპირველად ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მმართველი პარტიის შემადგენლობამ გამოთქმული კრიტიკის მიუხედავად მხარი დაუჭირა დოკუმენტს. თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ქართული ოცნების წევრები მთელ რიგ პუნქტებს არ დაეთანხმნენ და შესაბამისად მხარიც არ დაუჭირეს. განმარტებები გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ. შალვა პაპუაშვილი ამ რეზოლუციას მორიგ უსამართლო დოკუმენტად მიიჩნევს და ქართული დემოკრატიისთვის ძირის გამომთხრას უწოდებს. თავი დოკუმენტი იყო შემუშავებული, რომელსაც ჩვენ მხარდაჭერა ექნებოდა, რომ არა ჯო ვილსონის და უკრაინის დელეგაციის, უკრაინა, ცნობილი ჯგუფები, ასე ვთქვათ, უკრაინა, პოლონეთი, ბალტები, რომლებიც არ ვიცი რატომ ერჩიან ასე ქართველ ხალხს რა გაგვიკეთებია სიკეთის მეტი, რომ ასე უნდა დააზიანონ ქართველი ხალხი, მაგრამ ხედავთ, რომ მათი მცდელობით ჩაიწერა ეს ნახევარ წინადადება, რომელსაც რა თქმა უნდა არანაირი მხარდაჭერა ჩვენი არ ექნებოდა. ასე რომ ესეც კი ცალკე ამბავი არის დეზინფორმაციას რო ავრცელებს სხვადასხვა მედია და განსაკუთრებით ნიშანდობლივია რომ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული მედია რო დეზინფორმაციას ავრცელებს და ამას ევროკავშირის საელჩო მშვიდად უყურებს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებით, რეზოლუცია ნათლად აღწერს საქართველოში არსებულ ვითარებას და ასევე შესაბამის მოთხოვნებსაც მკაფიოდ აწესებს. ეს არის დასკვნა, რომელიც სულიად მკაფიოდ შავით თეთრზე მოუწოდებს რუსულ რეჟიმს ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნისკენ, რომელიც უნდა ჩატარდეს თავისუფალ პირობებში და რომელიც ამბობს, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის პროცესი და შედეგები არ იყო და ვერ იქნება აღქმული როგორც დემოკრატიული პროცესი და შესაბამისად ამბობს, რომ ეს არ იყო ლეგიტიმური არჩევნები, რომელიც სტარდება დემოკრატიულ სახელმწიფოში. ის ასახავს საქართველოში არსებულ მდგომარეობას, რომელიც დადგა ქართული ოცნების პასუხისმგებლობით. ამ რეზოლუციაში ნათქვამია ასევე პოლიტპატიმრების საკითხი, შეფასებული არის არჩევნების კონტექსტი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და აქედან გამომდინარე ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ საბოლოო ჯამში დასტაბილურდეს საქართველოში არსებული მდგომარეობა. საერთაშორისო პარტნიორობის უდიდესი ნაწილი აღიარებს, რომ საქართველოში აღარ არსებობს საარჩევნო პროცესი დემოკრატიული, რომ ის ხასიათება ისეთ დარღვევებით, რომელიც რა თქმა უნდა შეუძლებს ხდეს, რომ სამართლიანი და თავისუფალი ეწოდოს არჩევნებს, ახლა ცალკეული გამონათქვამები ამ დამოკიდებულებას ვერ შეცვლის, ვერც ლეგიტიმაციას ვერ შესცემს. მათ შორის ქართულმა ხალხმა ყველაზე კარგად იცის, რომ ივანიშვილმა გააუქმა არჩევნები და ატარებს სპეცოპერაციას, რითაც ასე ვთქვათ, ძალაუფლებას იტაცებს ხოლმე. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 32 ყოველწლიურ სესიაზე მიღებულ დეკლარაციაში შევიდა მოწოდება სირიის მთავრობისადმი უკან გაიწვიოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის, ასევე უკრაინის რეგიონების, დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება და აღიაროს საქართველოს და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა. ამას გარდა მიმართავს რუსეთის ფედერაციას საქართველოს დაუბრუნოს კუთვნილი ტერიტორიები. ალეკო კვეტაძე, ევრონიუს ჯორჯია.